გინდათ იყოთ ბედნიერები, იყავით მადლიერები. ეხლა კარგად განგიმარტავთ. ჩათვალეთ, რომ ბედნიერების რეცეპტს გაწვდით ეხლა მე თქვენ. ბედნიერი არის თავდაბალი ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი დაინახოს ის, რაც გააჩნია ღვთისაგან. რამდენი რამე აქვს მას მინიჭებული უფლისაგან. ამპარტავანი და ყეყეჩი ადამიანი ვერასოდეს ვერ დაინახავს ამას. ამპარტავანი ადამიანი ვერასოდეს ვერ ხედავს რა აქვს. ის ყოველთვის იმას ხედავს, რა არ აქვს. და რა უნდა რომ გქონდეს. იმიტომ რომ რაც აქვს ამპარტავანი ადამიანი, ამას თulis რომ ეს ისედაც უნდა გქონდეს მას. და ამაში გასაოცარი არაფერი არ არის. და ის გაცილებით მეც იმსახურებს. და ის მეტი სად არის, რატო არ აქვს? სამაგიეროდ მე ხედავს რომ ვიღაცას აქვს ის, რაც მას უნდა რომ გქონდეს. ვერ რა ხდება? შურითა და ბოღმით ივსება იმ სხვის მიმართ, ვისაც აქვს. იმიტომ რომ ის თulis რომ თვითონ ბევრად უკეთესია ვიდრე ის სხვა და ამ დროს იმას აქვს და მას არ აქვს. თავის თავზე შეყვარებული ადამიანი, რომელიც თulis რომ რაღაცები ეკუთვნის ამ ცხოვრებისაგან და ღვთისაგან, ვერასოდეს ვერ არის კმაყოფილი. ესეთი საოცარი პასუხი არსებობს შეკითხვაზე, როგორ ახარ. იმაზე ბევრად უკეთესად ვიდრე ვიმსახურებო. აი ეს არის სწორი პასუხი, ოღონდ როცა ადამიანი მართლა გულწრფელად ამბობს ამას. აი თუ ამას გაიაზრებ, რომ მართლა ბევრად უკეთესად ახარ იმაზე, ვიდრე იმსახურებ, სულ ბედნიერი იქნებ.